უკაცრავად ბატონო ირაკლი, ერთი წუთით. მე არ მაქვს მორალური დილემები და არც ამ მედიებს. მთავარ კითხვას მეტი მორალური დილემა რა უნდა ქონდეს რაც მოძრაობის ტელევიზიაში მუშაობ. თქვენ IQ-ს დავიწუნებდი რომ გქონდეს. ეს არის ქართველი ქალის სახე, ქართველი ადამიანის სახე, როგორც თქვენ იცით. თქვენ სახესთან არავითარი პრობლემა არ მაქვს. ქართველი ქალის სახე სხვა რამეა და თქვენი სახე სხვა რამეა, რო იცოდეთ. უნდა რეაგირებდეს თუ არა ამ დროს პოლიცია, აი IQ ტესტი. გისმენთ? IQ რა არის, როგორც ერთ არის თქვენ. გისმენთ, ბატონო ირაკლი, გისმენთ. IQ რა შუაშია. გისმენთ მე. გეტყვით რომ აღარ იბასპეთ კი, დამთავრეთ კითხავს. მინისტრიო, მიფასებთ კითხვაზე. კი. გისმენთ. დასრულდა. კი მე. დამთავრდა? ნაჩხობა IQ-ს რატო გვაქვს განათლების სისტემის პრობლემაში. როდესაც ლექტორს აქვს ინტელექტის პრობლემა, რა თქმა უნდა რთულია სტუდენტის ინტელექტის განვითარება. როცა მაგალითად ნინო ჟეჟელაშვილი ასწავლის უნივერსიტეტში, იქ ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სტუდენტის ინტელექტის განვითარებაზე. არა, ნუ ეხლა გასაგებია ეს. IQ-ს თემა და მოდი მიხედე შენ საქმიანობას. თქვენს. გარეთ და აშუაში ვიყავი. არა, იზიარებს, ირაკლი იზიარებს თავის ესე იგი ეთანხმებით და ესე იგი ეთანხმებით, არ ეთანხმებით, ანუ არ ეთანხმებით. შეგიძლია ფსიქოლოგს მიმართო, ლახუს მიაშუსთან არა გაქვს. კაი. უბრალოდ დამხანა ყობახიძე, მე ცოტა მიჩრის გაგექსტათ. და თქვენი თავი პრობლემა ამაში მდგომარეობს, ანუ იმიტომ ხართ ნაცები, რომ ვერ მიყვებით ლოგიკას. ან დაბინდული გაქვთ გონება საკუთარ შემთხვევაში, ან შეზღუდული.